მაგის თქვა, მაგრამ კარგით ვიტყვი, რომ ახლა ისეთ სიტუაციაში ჩამაგდეთ. ჩვენ ბოლო ფაზაში ვართ უკვე შესული, მოლაპარაკების ვამთავრებთ ორ ქვეყანასთან მოლაპარაკებას. უცხოელი მსაჯები ჩამოვიდა. არა. ლაპარაკია ვერ მივხვდი. პრემიერ ლიგაზე ის ვარიანტი, რასაც აკეთებს რუსეთი და უკრაინა. ანუ გაერთიანებული ჩემპიონატი. ჩვენს გვინდა რომ ეგეთი ჩემპიონატი უკვე გვაქვს. ეს საინტერესოა. ეს საინტერესოა უკვე მე ვფიქრობ რომ ამ თვის ბოლოს ჩვენ შევხვდებით, უკვე დანიშნული არის დრო ყველაფერი და ჩვენი მეზობლები. აზერბაიჯანი, სომხეთი. მაგრამ მათი ურთიერთობიდან გამომდინარე. სომხეთი ალბათ არა, აზერბაიჯანი და ვცდილობთ რომ ყაზახეთით ჩავთოთ ამ პროცესში, ხო? ეს რამდენად რეალურია, რომ უახლოეს პერიოდში გახორციელდეს? მე ამას არ ვიტყოდი, ახლა ეს რომ არ ყოფილიყო უკვე მისული, აი ბოლო ფაზამდე, სადაც არ მინდოდა ამის თქვა მართლა, სანამ აზერბაიჯანის მხარე ჩამოვიდოდა, სანამ არ ვიტყოდით ამას, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ არის ლაპარაკი ვიცი რომ თქვენ აუცილებლად შემეკითხებით ახალ ჩემპიონატზე ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ გეუბნები. ეს უკვე ახალი სეზონი დაიწყება? ეს სავარაუდოდ, აი ბატონი ლევან ფანიაშვილი პირდაპირ არის ჩართული ამ პროექტში თავიდან ბოლომდე, ამ სამსაჯოს აკეთებს. ჩვენ ვაკეთებთ პილოტურ ვარიანტს ამ ჩემპიონატის, ვითვლით ყველაფერს, ანუ რამდენ გუნდიანი უნდა იყოს, თუ 3 გუნდია თუ 3 ქვეყანა იქნება მას ჩართული, მაშინ არის 6-6 საკმაოდ დიდ ჩემპიონატზე. კი, დიდ ჩემპიონატზეა ლაპარაკი. თუ 2 ქვეყანა იქნება, მაშინ იქნება 16 გუნდიანი, 8 და 8. ამიტომ ჩვენ უკვე აპრილის ბოლოს დავდებთ პროექტს და უკვე გვაქვს რაღაც მოფიქრებები, რომ ალბათ რაღაცა თამაშები ჩავატაროთ, ჩემპიონების ჩამთამაშები, ერთი ბაქოში, ერთი თბილისში, რომ ვნახოთ, როგორ წამოვა ამაზე ტელევიზიები. ეს უნდა გაშუქდეს. რა თქმა უნდა. როგორ თანხები იქნება? სპონსორები ვინ იქნება? სამსაჯო კორპუსი როგორ იქნება და ვინ იმსაჯებს? თუ 2 ქვეყანა იქნება, თუ 3-ია, იქ პრობლემა არ არის, როგორც ბატონმა ლევანიმ უკვე დაწერა, 3 ქვეყნის სამსაჯოის კორპუსი რო შეიქმნა. ანუ დიდი ის უნდა შეიქმნას. ეს ხარჯებსაც რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს ყველაფერი დაწერილი და აი მე მინდა რომ იმიტომ რომ ყაზახეთში, იგივე ალმატაში და ასტანაში და იქ აქტიობაში გადაფრენა გარკვეული ხარჯია. რა თქმა უნდა, ბაქოშიც და სხვადასხვა იმებში არ არის ეს ჩვენ გვაქვს ეს უკვე გეუბნებით აი ბოლო ფაზა. ჩვენ ეს არ არის გუშინ და გუშინ ხა მეც გამიშთა რამდენიმე კითხვა, კარგით 6-6 გუნდი ყველა ჩემპიონატ 18 გუნდი. ეს რამდენი წელი იქნება 18 გუნდი და სპორტული პრინციპი როგორ იქნება, ვინ გადმოვა შემდეგ? ამაზეც ნაფიქრია, მაგრამ ხო გეუბნებით აი ბოლომდე, ახლა ჩვენ უნდა შევათანხმოთ ჩვენს კოლეგებთან ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი რაც არის UEFA-სთან გასარკვევი, ეს არის ჩვენი კვოტა. ლიგა და UEFA-ს ერთიანად გავა თუ როგორ? არა, ერთიანი არ იქნება. ჩვენი კვოტას შევინარჩუნებთ ყველა. თქვა პირველ ადგილზე გავიდა საქართველო, მეორეზე საქართველო, მესამეზე აზერბაიჯანი, მეოთხეზე ყაზახეთი, მეხუთეზე საქართველო, მერე აზერბაიჯანი და ყაზახეთი, ხო? ყველა თავის კვოტას გამოიყენებს. ანუ ყაზახები, ანუ მესამეზე თუ არის, ხო პირველია ყაზახეთი. მაგას მიაქვს ლიგა. ხო, აი უკვე სპორტული პრინციპი ხო არის რღვევა ცოტა. არ ირღვევა. რომ მე უნდა ვიყო საუკეთესო ქართულ გუნდებში და თუნდაც აი მოდი ყაზახების ვარიანტზე ვთქვა, ქართულზე არ მინდა ვთქვა, გავიდა მე-12-ზე საუკეთესო გუნდი და ის ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. თუ გავიდა მე-12-ზე ნაშეთ და მის დაბლა ყველა ყაზახური გუნდია. ხო, მე რა? ჩვენ თუ ავიღეთ პირველი 6 ადგილი, ხო? ჩვენგან მე-6 ადგილი ვარდება. ესე იქნება. აბა აქედან ხომ უნდა შემოვიდეს ვიღაცა. ყველა ქვეყნიდან შემოდის თითო ახალი გუნდი. ჩვენ მაინც ვიფიქრეთ რომ ჩვენი თასი დარჩეს საქართველოში რომ ჩვენს უმაღლეს ლიგას პირველი ლიგის გუნდებიც მიიღებენ იქ მონაწილეობას და ინტერესი უნდა იყოს. აქ არის ლაპარაკი, ჩვენ გვაქვს სადღაც სავარაუდოდ მინიმალური პროექტი, აი თქვათ ორ ქვეყანაზე რაც გვაქვს გაწერილი, ეს უკვე მეორე ეტაპი იქნება, დაფინანსება, საიდან იქნება, მე გეტყვით აი პატარა იმას რაც არის თქვათ გაკეთებული. სადღაც 50 მილიონი თუ იქნება ამის
ახლა მინიმუმზეა ხო, ფონდი საერთო. ფონდი საერთო 16 გუნდი, რომელიც მონაწილეობს, ყველა გუნდი მიიღებს 2 მილიონს. ეს არის ტრანსპორტი, გუნდების მიღება და სხვადასხვა. ეს არის მინიმალური ხარჯი, რაც აუცილებელი ხარჯია. რა თქმა უნდა. ეს არის 32 მილიონი. 18 მილიონი გვჩება. სამსაჯო კორპუსი, მაგათი გადაფრენები, ოფისი, ხელფასები, ყველაფერი ეს ცალკე, ხო? და თქვენ როგორ მიგაჩნიათ ბატონ ზიად, რომ 50 მილიონი შეიძლება ამ სამი ქვეყნის კომპანიები უნდა იყვნენ და სპონსორობა მათ უნდა გაუწიონ. შეგროვდება ეს თანხა, რაც ქართული რეალობიდან ცოტა დიდი თანხა ჩანს. ნუ, იცით რა, თუმცა აზერბაიჯანი და ყაზახური იმდენად რაღაცა მომხიბვლელია მათი ფინანსები. ახლა თქვათ ლაპარაკი ჯერ აზერბაიჯანზე, ხო? იმიტომ რომ უფრო მეტი გვაქვს ამაზე ნამუშევარი, ყაზახეთი სულ რამდენიმე ხანია მათ ლაპარაკის დონეზეა ჯერ პროექტში არც არიან ჩახედულები, ეს მესამე ქვეყანა მაინც გაგვიჭდა სურვილი, რომ იცით ხო, მეტი ქვეყანა გამორიცხულია, უბრალოდ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ დანარჩენი იქით რაც არის აზიის კონფედერაციაში არიან ყაზახების გარდა და აქეთ სომხეთია, რომელიც უბრალოდ იმ კონფლიქტის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას. კი ბატონო. ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ ფონდი, ანუ პირველი, მეორე, მესამე ადგილს რო გქონდეს დიდი თანხა, ანუ საპრიზო ფონდი იყოს. ხო, აუცილებელია. ხო? აი სავარაუდოდ დღეს ჩვენ დღევანდელი ჩვენი გათვლებით ეს არის 5, 3 და 1. ანუ რა თქმა უნდა ეს UEFA-ს ლიგაზე შემოსული უფრო ნაკლებს ღებულობს, მაგრამ თვითონ ფაქტია, რომ საპრიზო ფონდი არის, უნდა იყოს დიდი. საინტერესო უნდა იყოს. ტელევიზიები უნდა იყოს ჩართული. აუცილებლად. უკვე ლაპარაკია, რამდენად მზად არის ჩვენ ტელევიზიები რო ეს იყიდოს, რამდენად მზად იქნება აზერბაიჯანის ტელევიზიებმა რო ეს იყიდოს. საიდან გაჩნდება ეს სპონსორი, ხო? შეიძლება ამ ჩემპიონატის სპონსორიც მოვიძიოთ. მე ჯერა სოკარის, ჯერჯერობით 2 წელია ჩვენ ამ კომპანიასთან სოკარი ვარ გაგუშველებოდა. ნუ, რა ვიცი, ან გვეშველება. აზერბაიჯანს ან ჩვენ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ დიდი წილი აი პირველი ნაბიჯები ამის მაინც მე ვფიქრობ, რომ როცა პროექტი იქნება სრული და ჩვენ თუ მივახციეთ იმას, ნუ ეს არ იქნება შემდეგ წელს, რაღაც ისეთი ამაზე ძალიან დიდი მუშაობა უნდა. მე არ ამგონია ეს სექტემბერში დაიწყო. ჩვენ გუშინ არ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ჩვენ ბევრი ხანია. ჩვენ ხო იცით, რომ მე არასდროს არ ვამბობ რაღაც პროექტები, რაც არის, სანამ ის არ მიუახლოვდება. ეს თუ ისიან ქართული კლუბების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა. და მათი პოზიცია როგორია? მშვენიერი. ესე იგი მზად არის მაშინ მოდი ჯერ სხვა რამეს კითხავ და მე ქართულ კლუბებზე გადავდ. UEFA რამდენად არის ინფორმირებული ამაზე და იმიტომ რომ იგივე რუსულ, უკრაინულ იმ რაღაცა მეგა პროექტი ქვია იმას, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი თანხები. მილიარდია იქ ლაპარაკი. იქ მილიარდია კი საუბარი, გაზპრომს აქვს იმის საშუალება, ფუფუნება რომ ეს მილიარდი ჩადოს. ხო და ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბიუჯეტი იყო იქ, უბრალოდ ეს არის ყველაზე საინტერესო და UEFA ამ პროექტს ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა. არა, ეჭვის თვალით კი არ უყურებს. ეჭვის თვალით არ უყურებს ის რუსეთის პროექტს, ის წინააღმდეგ არ არის, ოღონდ უნდა დაიხვეწოს ეს ყველაფერი. იქ არის, ხო გეუბნებით, ძალიან ბევრი ნიუანსებია, რომელიცაც ეშინია, ვთქვათ, UEFA-ს, ხო? ეს არის განაწილება ადგილების, რეიტინგი კლუბების. ჩვენ ახლა ხო გესმით, რომ ვთქვათ, ჩვენმა გუნდმა აიღო ამ პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი. და აქ მოთამაშე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ხო? უმაღლესი ლიგის ჩემპიონი. რეიტინგი ამ კლუბს უფრო მეტი ექნება, ვიდრე იმს, ვინც აიღო ლიგა ჩემპიონები და მეორე ადგილი. ეს არის, აქ ბევრი ნიუანსები, ამაზე ბევრი სამუშაოა. ჩვენ რო ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ აზერბაიჯანი და ჩვენ, მაშინ უკვე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ყაზახებთან. ყაზახებთანაც უკვე მუშაობთ, მაგრამ UEFA-სთან. UEFA-სთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე ბალტიის ქვეყნებიც უკვე ლაპარაკობთ, რომ მათთვის უფრო იოლია, იმიტომ რომ იქ ახლოს არის. ნუ ახლა ჩვენთანაც არ არის შორი. მე მიმაჩნია, რომ უფრო საინტერესო იქნება. საინტერესო ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, რადგანაც ძველი თაობის გულშემატკივარი ამას ღიად იძახის. ძალიან ბევრის გამსმენია, რომ ის რო ჩამოდიოდა ბაქოს ნეფტში, ერევნის არარატი, კიევის დინამო, მოსკოვის დინამო, ცოტა სხვა ინტერესი ჰქონდა და ამ ჩვენმა მაყურებელმა, ქართულ მაყურებელმა დაკარგა რაღაც ინტერესი ამ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წლების შემდეგ. რადგანაც ის ვეღარ აღიქვა ის მომენტი. ის დაპირისპირების მომენტი და ევროთასებზე მოდის ხალხი მაინც. კი, მოდის, რა თქმა და უნდა. აქაც ეხა ამ ხრივ უბრალოდ კიდე ხა
თქვენ ამბობთ, რომ დიდი ხანი ამ პროექტზე მუშაობს და უბრალოდ ძალიან საინტერესო პროექტია, თავისთავად ცხადია და ხო და აი როცა უკვე საბოლოოდ ჩვენ რაღაცებს მივახციეთ, ხო, უკვე რაღაცებზე მიღწეული რო არის და როცა უკვე ვიცით, რომ შედგება ეს შეხვედრა აზერბაიჯანთან, რომ ერთად დავჯდებით, მოვალ თქვენთან. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ამაზე უკვე აქედან გამომდინარე ის არის, რომ ეს პროექტი უკვე საბოლოო ფაზაშია, სადაც უნდა გავაკეთოთ. ეს ზუსტად იქნება პროექტი, რომელიც 1 წლის განმავლობაში ამას დაჭირდება 1 წელიწადი, რომ ჩვენ გავაკეთოთ ამხანაგური თამაშები, შევისწავლოთ სამსაჯო კორპუსი როგორ იქნება, ინტერესი თუნდაც მაყურებლის ჩამოვა ბაქოს ნეფჩი, გადავეკიდეთ ამ ბაქოს ნეფჩის, მაგრამ რა იქნება? როგორ იქნება, როგორ შეხვდება მაყურებელი? ხო და მაგას გავაკეთებთ ამ საპილოტო თამაშებს ამ უკვე კლუბების, აი მივდივართ ახლა იქ არის ჩვენთან რაც არის საბიუჯეტო კლუბები და კერძო კლუბები. აქ ძალიან საინტერესო თემა, რომელიც ბოლო 2 კვირაა, სულ ამაზეა ლაპარაკი. საბიუჯეტო კლუბები, რომელიც მე იგივე იმ 12-თან საბჭოზე ღიად არის უკვე ყველაფერი, რასაც თქვენ იქ საუბრობთ, რომ კერძო კლუბები იძახიან, რომ ჩვენი გადასახადებიდან, რასაც ჩვენ ვიხდით სახელმწიფოში, თქვენ ფინანსდებით. ეხლა მე მინდა ცოტა შესწორება შევიტანო, ხალხის გადასახადებიდან ფინანსდებიან, ალბათ სახელმწიფო ყველაფერს აფინანსებს. ერთი რაღაცა მინდა გავარკვიო. რას ეძახით თქვენ? რას ეძახით? აი გადასახადი, ხო, არა, გადასახადიდან ვიხდითო. ეს არ არის ქვეყნის ბიუჯეტიდან კი არ არის, ეს არის რეგიონალური ბიუჯეტი. საერთო ჯამში მაინც ბიუჯეტი იცება ხალხის გადასახადებით. ყველა რეგიონს აქვს თავისი ბიუჯეტი, ყველა გუბერნიას და ყველა რეგიონს აქვს თავისი ბიუჯეტი. გასაგები, მაგრამ ეს არის მთელი ქვეყნის ბიუჯეტიდან მიცემული, კი ბატონო. ყველას გვახსოვს იელცინის პერიოდი რუსეთში. ხო გახსოვთ? კი. და ყველამ დაიკავა ტენისის შენი ხელში. ჩოგბურთი. ხო და ყველამ ჩოგბურთი და ყველამ აი უყვარდა ამ ადამიანს ჩოგბურთი. ხო. მერე მოვიდა პუტინი. და ყველამ ჩაისვა კიმონო. კიმონო და დაიწყეს ჯუდო. ხო და ალბათ ველოდებით იმ დროს, როცა საქართველოში გამოვა ისეთი პიროვნება, რომელიც მოვა და უყვარს ფეხბურთი და ალბათ ჩადებს ბევრ ფულს. ეს გასაგებია სახელმწიფო საზღვრავს იქ ადგილობრივი ბიუჯეტები, სახელმწიფო რა თქმა უნდა. რომ რამდენი გადაუხადოს კლუბს. აქ არის საუბარი, არ ვიცი ხა მე რაც ვიცი, იმაზე საუბრობ, რასაც ვიგებთ, რომ ყველა კლუბი დაფინანსებს თანაბრად. ეს თქვენ სწორად მიგაჩნია? არა. არა, მე არ მიმაჩნია და იმიტომ მე იმას საბჭოს უთხარი, რომ მე არ მიმაჩნიეს ის რომ მაგრამ მე გეტყვით უფრო მეც. კერძო კლუბიც უნდა დაფინანსდეს. კერძო კლუბიც გარკვეული თანხით. რატომ გარკვეული თანხით? აბა როგორ? არ არის ლაპარაკი მაგაზე, რომ შენ მოდი ბონუსის სიონს მე მივცემ 1 მილიონს, გორს მივცემ 5 მილიონს, ზუგდიდს მივცემ 600.000 და ასე. არა. შიდა რეგიონალური ის არის, ხო არის იქ მუნიციპალიტეტებია, გუბერნიები არის. არსებობს განსხვავებულს იმ კაცმა, რამდენი გამოვყოთ ჩვენ თანხას ფეხბურთისთვის. სპორტისთვის. სპორტისთვის მოდი ასე დავიწყოთ. ხო, არ გვინდა ხო. ხო, არა, რატოა ფეხბურთი არ არის მარტო